გიორგი ჭიღლაძის სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული, თუმცა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული დრო. ხვალ დღის განმავლობაში მოსამართლე აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს, როგორც ცნობილი ხდება, პროკურატურა შევა საპატიმრო გირაოს შუამდგომლობით, ეს თანხა იქნება 5,000 ლარი, მას შემდეგ კი რაც ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდება და ჭიღლაძე ამ გირაოს გადაიხდის, ის უკვე შეძლებს თავისუფლებაზე ყოფნას. დღეს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა გამოკითხვების სერია თელავის რაიონულ სამმართველოში უფლებადამცველი პირველებთან პირველად ალაპარაკდა ხმაურიან ქორწილთან დაკავშირებით, როგორც უფლებადამცველი განმარტავს, ოჯახის წევრებიც ამას ამბობენ, რომ რუსმა ტურისტებმა აგარანის მამულში ოჯახის წევრებს მოუწყეს დიდი პროვოკაცია, ისინი აგინებდნენ, სიტყვერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სტუმრებს აკურთხებდნენ და როგორც გინდება, ბოლო მომენტში მათ სტუმრებს შარდიც კი გადაასხეს, ოჯახის წევრები უფლებადამცველი როგორც განმარტავს, მათ მიმართეს სასტუმროს ადმინისტრაციას დახმარების მოთხოვნით, თუმცა რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით დაჩქარებული არ იყო, რასაც უკვე ეს ფაქტი მოჰყვა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ისინი წარმოადგენენ სასამართლო პროცესზე იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება, რომ გიორგი ჭიღლაძეს და მის ოჯახის წევრებს, რომელიც აგარანის მამულში ქორწილს ზეიმობდა, დიდი პროვოკაცია მოუწყეს. ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა განყოფილებიდან, ისე რომ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მოწმეებზე სავარაუდოდ ზეწოლა მიმდინარეობს, ახლა ეჭვი გაქვთ? ფიქრობ, რომ მიმდინარეობს, რადგან ჩემთვის გაურკვეველია, თუ ერთხელ იქნა დაბარებული ალექსანდრე მრელაშვილი დილის საათებში გამოკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო მისი ხელახლა გამოკითხვა. მოგვიანებით ეს პიროვნებებიც მოიყვანეს იმ დაზარალებული რუს ქალბატონის მეგობრები იყვნენ გამოკითხვაზე და მოხდა ესეთი ფაქტი, რომ ისინი ცალკე ოთახში იმყოფებოდნენ, მაგრამ ოთახიდან გამოდიოდა მითი ყვირილის ხმა პერიოდულად ჩამოვდიოდი ხოლმე დაბლა და ფაქტობრივად თლიან ქუჩაზე ისმოდა მათი ყვირილის ხმა და ფაქტობრივად დაამხეს თავზე აქაურობა იმ რუსი ქალბატონი, რომელსაც დაზიანება მიიღო, გადაყვანილი იქნა ხეჩინაშვილის კლინიკაში. კატეს და ითხოვდა კატეს, მაგრამ იქ კატე არ გაუკეთეს და მოგვიანებით როგორც განმიმარტეს მათ ადვოკატს ესაჭიროება გარკვეული მტკიცებულება. რა მიზნით ესაჭიროება, ეს ცხადია, ცდილობენ რომ გიორგი ჭიღლაძეს დაუმძიმონ ბრალი. როგორც უფლებადამცველი პირველებს უყვება, მას შემდეგ რაც რუსი ტურისტები გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ იქ ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენეს ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია რა რეაგირება მოახდინეს ამ ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბუნებრივია დღეს კითხვების დასასმელად მთელი დღის განმავლობაში ვიმყოფებოდით პოლიციის განყოფილებაშიც მათ შორის, თუმცა ერთადერთი გამოსავალი, რაც ადგილზე მყოფმა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ნახეს ის, რომ პირველების გადამღები ჯგუფისთვის კარი დაეკეტათ და არ ეპასუხათ მთავარი კითხვებისთვის, რა რეაგირება მოახდინეს ამ სიტყვერ შეურაცხყოფაზე, ან რა რეაგირება მოახდინეს იმ ფაქტზე, როდესაც ოჯახის წევრები საკუთარ ჩვენებებში ყვებიან იმას, რომ რუსმა ტურისტებმა ქორწილის სუფრაზე დიდი პროვოკაცია მოაწყეს. უფლებადამცველი ამბობს, რომ რუსებმა, რომლებიც აქ იყვნენ გამოკითხვაზე, თქვენს თანამშრომლებს აგინეს. მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა მიგეცათ პასუხისგებაში. რამე სანქცია არის გამოყენებული ან ფუადი ჯარიმა ამ ადამიანების მიმართ? ვინც თქვენს თანამშრომლებს, პოლიციელებს აგინა? აგინეს თქვენს თანამშრომლებს და რა მოიმოქმედეთ? ერთი წუთი გაიცეთ პრესის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დააკისრეთ ამ ადამიანებს? მომღერალი რომ დააკავეთ, კარა და დააზიანაო. ადვოკატი ამბობს, რომ ამ რუსებმაც დააზიანეს აქ. ეს ჩაკეტვა არის გამოსავალი? არ გაქვთ კითხვებზე პასუხები? რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ აგარანის მამულში? თქვენ პოლიციის განყოფილებაში იყავით, როდესაც რუსები მოიყვანეთ გამოკითხვაზე და თქვენს თანამშრომლებს აგინებდნენ? თქვენს თანამშრომლებს რომ სიტყვერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამაზე რა რეაგირება გქონდათ? სამართლებრივად რა მოიმოქმედეთ მათ წინააღმდეგ? რომ რუსებმა აგინეს თქვენს თანამშრომლებს, რა რეაგირება გქონდათ ამასთან დაკავშირებით? შეგიძლიათ მითხრათ? გარეთ გამოვყევით მაშინ. რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებთ ამასთან დაკავშირებით და რა სანქციას გამოიყენებთ მათ წინააღმდეგ? იქნებ თქვენ მითხრათ? იქნებ თქვენ მიპასუხოთ? რუსებმა ვინც აფურთხეს სუფრაზე ადამიანებს და აქ თქვენს, როგორც ადვოკატი ამბობს, სიტყვერი შეურაცხყოფა მოგაყენეს.
რა რეაგირება გქონდათ ამაზე? პრესცენტრს მიმართეთ. გამოკითხვაზე მოსული მომღერალი რომ დააკავეთ, რა გამოიყენეთ მათ წინააღმდეგ, ვინც აქ ყველაფერი დაამკვიდრა. კარადა დააზიანა მომღერალზე ხო ამბობთ. ადვოკატი ამბობს, რომ ამ რუსებმაც დააზიანეს გაყოფილებაში სხვადასხვა ნივთები. პირველები ვიმყოფებოდით აგარანის მამულში სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომლები საკუთარ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა, წერენ, რომ გრძნობენ ისინი საკუთარ პასუხისმგებლობას. პირველების ინფორმაციით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მამულებში იურიდიული კონსულტაცია იმისთვის, რომ ეს საგანგებო განცხადება გაევრცელებინათ. ასევე სასტუმროს თანამშრომლები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პირველებს ვერ სცემენ მთავარ კითხვაზე პასუხს. რა მოიმოქმედეს იმ დროს, როდესაც ოჯახის წევრებმა მიმართეს მოთხოვნით, რომ ამ ადგილზე აღმოეფხვრათ ის დიდი პროვოკაცია, რომელსაც რუსი ტურისტები რამდენიმე წუთის განმავლობაში უწყობდნენ სასტუმროში მყოფ ქორწილის სტუმრებს. რა მოიმოქმედა იმ დროს, როდესაც ქორწილი იყო, ზემოდან იყო პროვოკაცია, სტუმრებს აგინებდნენ, როგორც სტუმრები ამბობენ, აფურთხებდნენ, ამის შემდეგ შარდიც გადაასხეს, რა იყო სასტუმროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯი, რომელიც გადადგით. აი ეს პოზიცია გამოცხადდება დღეს, გამოქვეყნდება. წერილობით და რატომ სიტყვერად არ შეგიძლიათ მითხრათ? ჩვენ გვინდა ეს პოზიცია შევაჯეროთ და გამოვაგზავნოთ. რა უნდა შეაჯეროთ, რა მოიმოქმედა? კომპანიამ რაც პოზიცია ჩააწერა ეს ხო ის არ არის საქართველოში. სიტუაცია აღიწერება და გამოიცემა ერთიანი ხო, მაგრამ ვიცით რამდენი დრო გავიდა ამის შემდეგ? ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა, ძალიან ცუდია რომ ამ შემთხვევაში მოხდა ისაც მოხდა. და ამით ბედნიერი არავინ არ არის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, კომპანიის პოზიცია დაფიქსირდება და გამოიცემა როგორც ასეთი. დოკუმენტურად სხვა რაც კიდევ მკითხოთ, იგივე პასუხს გაგცემთ ყველა შემთხვევაში სამწუხაროდ. ეხა ჩამოვედი მე თბილისიდან აი ამ წუთას და უახლოეს პერიოდში ამ ინფორმაციას გამოვცემ. მე რომ ახლა შემოვიდე თქვენ სასტუმროში როგორც სტუმარი. სასტუმროს აი მიზან სტუმრებს რომ ვაფუთხო, მე ვერაფერს ვერ გეტყვი. შარდი გადავასხარას, მოიმოქმედებს. მე ვერაფერს ვერ გეტყვი. თქვენ თანამშრომლებს რა შეეძლოთ რომ გაეკეთებინათ და რა არ გააკეთებინათ? ვერ გეტყვი ვერაფერს. აბა რა მეკითხები რაც შედის, რომ წესრიგი დაიცვათ სტუმრების უსაფრთხოება. როდესაც დაელაპარაკე, როცა საჭირო იქნება დაელაპარაკეთ. მე ვერ დაგელაპარაკე. ხულად მელაპარაკე. როცა საჭირო იყო თქვენმა თანამშრომლებმა, თქვენ არ იყავით ადგილზე, რა მოიმოქმედეთ? არ ვიყავი, არ ვიცი, ვერ გეტყვი ვერაფერს. ეს ჩატარდა აქ საგამოძიებო მოქმედებები? არ ვიცი, ხა მოვიდი, არაფერი არ ვიცი. თქვენ გამოკითხვაზე დაგიბარეს? დიახ. თქვენ მუშაობდით იმ დღეს? დიახ. მოგმართეს სასტუმროს თანამშრომლებს მოქალაქეებმა დახმარების მოთხოვნით ქორწილის მონაწილეებმა? გამოკითხვაზე ვარ სულ კომენტარს ვერ გავაკეთე. ორივე მხარე ამბობს, რომ მომართვა იყო რეალურად. იყო ორივე მხრიდან მომართვა? ქმედითი ნაბიჯი რა იყო? იყო გაფრთხილება ტურისტების მიმართ, რომ შეეწყვიტათ ხმაური და პროვოკაცია? კი? თქვენ მუშაობდით მაგ დღეს? არ იყავით სამსახურში? რისთვის მოხვედით აბა გამოკითხვაზე? სულ რამდენიმე წამის წინ გავრცელდა საპატიმრო დაწესებულებ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გიორგი ჭიღლაძის წერილი. ის მადლობას უხდის საზოგადოებას იმ დიდი ის მხარდაჭერის გამო, რომელიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჭიღლაძის ოჯახის წევრებმა იგრძნეს. ის ამ წერილში წერს, რომ მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალმა მიიღო დაზიანება, მე ამის განზრახვა არ მქონია. ნათქვამია გიორგი ჭიღლაძის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც უფლებადამცველის მეშვეობით მან წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან გაავრცელა. ხო, დღის განმავლობაში მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, ცნობილი გახდება რა შუამდგომლობით შევა პროკურატურა, სავარაუდოდ ის რამდენიმე საათში პროცესის შემდეგ უკვე მოახერხებს თავისუფლებაზე ყოფნას.